გერმანიაში ჩამოვედით 18 წლის ასაკში. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მოვხვდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში. პირველ რიგში რაც თვალშისაცემი იყო ჩემთვის იყო ის თუ როგორი თავისუფლება აქვს ადამიანს აქაურ სოციუმში და ის რომ ადამიანები არ ერევიან ერთმანეთის ცხოვრებაში. მარიამ ქირია, მომღერალი, მუსიკოსი, ცხოვრობ გერმანიაში. ჩემი ყოველდღიურობა ძალიან განსხვავდება ქართული ყოველდღიურობისგან. აქ გერმანიაში ვატარებ კონცერტებს, როგორც პატარა სალონურ კონცერტებს, ასევე დიდ დარბაზებში, ხელმძღვანელობ გუნდებს და ვერ შევადარებ იმ რეალობასთან, რაც საქართველოში მქონდა. სახელმწიფო გერმანიაში ძალიან ხელს უწყობს მუსიკოსებს, სხვა დარგშიც ასევე, თუმცა მე მუსიკოსებზე ვილაპარაკებ. არსებობს ძალიან ბევრი დაფინანსება. პირობითად მე ხშირად მქონია კონცერტი დიდ დარბაზში, ჩამიტარებია კონცერტი სტუმრებისთვის ბილეთი, ანუ დასწრება იყო უფასო, თუმცა მე მქონდა კარგი ჰონორარი. ხელს უწყობს ასევე არსებობს დაფინანსებები აღჭურვილობაში, სტუდიური ჩანაწერებისთვის, ტექნიკისთვის და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად გვერდში უდგას სახელმწიფო მუსიკოსებს გერმანიაში. ჩემი საქმიანობა გერმანიაში ემსახურება იმას, რომ გავაცნო ქართული მუსიკა და ქართული კულტურა გერმანელ მსმენელს და არა მხოლოდ გერმანელ მსმენელს. ჩემი ქალთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობ, მღერით ქართულ სიმღერებს და იქ არიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ ასევე გერმანელები და სხვა ეროვნების ადამიანებიც, ქალებიც. ქალების ცხოვრება გერმანიაში განსხვავდება ქალების ცხოვრებისგან საქართველოში. იმიტომ რომ ისევ და ისევ სოციუმი არ მოელის გერმანიაში მათგან რაღაც კონკრეტულ ქალის როლს და ქალის დავალებებს. არ არის ესე განაწილებული კაცზე და ქალზე. ქალი გერმანიაში არ არის სტიგმატიზებული და აქვთ ის ბედნიერება, რომ იყვნენ სრულიად თავისუფალი. ვისურვებდი, რომ საქართველოში სახელმწიფომ ასევე შეუწყოს ხელი როგორც ქალებს, ასევე მუსიკოსებს და ზოგადად საზოგადოებას, ისევე როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში.